ნაციონალური მოძრაობის ბათუმის მერობის კანდიდატი მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად უსინათლო და კავშირს ესტუმრა. გიორგი დიასამიძე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს არსებულ პრობლემებზე ესაუბრა და ხმის მიცემის შემთხვევაში მათი გადაჭრის გზებზე ესაუბრა. უსინათლო მოქალაქეებმა პარტიის წარმომადგენლებს დასაქმების პრობლემების მოგვარებას თხოვეს. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას მათთვის განსაკუთრებული შეღავათები არ ყოფილა, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში მდგომარეობა გაცილებით გაუარესებულია, რაც კავშირის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაქმნამ და იქ მათ სანაცვლოდ ნაცვლად მხედველობის პრობლემების არ მქონე პირებით ჩანაცვლებამ გამოიწვია. უკვე შეპესედ გადაკეთებული ორგანიზაციას კი საშემოსავლო გადასახადიც დაეკისრა. საგანმანათლებლო პროგრამებიც, სპეციფიური პროგრამები, სპეციფიური მათ მოგეხსენება თავისი შრიფტით, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნები ჭირდებათ სპეციალური კლავიატურის მქონე კომპიუტერები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის სავსებით რეალური, რასაკვირველია, თუ ჩვენ ამას ვაქცევთ რაღაც მივცემთ პროგრამის სახით. ძირითადი პრობლემა არის უმუშევრობა, სინათლე უმუშევრობა. ეს თემა სამწუხაროდ კრინული თემაა, მაგრამ აი ეს უმუშევრობა რაც პროსაპროტაში დაინგრა იმის შემდეგ გაჩნდა უმუშევრობა უსინათლოების. ისმება კითხვა, რა საჭიროა ამისათვის, რომ უსინათლოები დასაქმდეს. უბრალოდ მარტივი ამბავია, მაგრამ სამწუხაროდ რაღაცნაირად ჩვენი საქართველოს მთავრობა ამის და საქართველოს პარლამენტი რაღაცნაირად არღებულობს კანონს, რომ მიიღოს კანონი, რომ უსინათლო და კავშირის და მთლიანად უსინათლობა განთავისუფლოს გადასახადიდან.